უკვე რამდენიმე დღეა დილა მაღაროელებისთვის ჭიათურაში საპროტესტო აქციით იწყება. გვირაბში შესვლის ნაცვლად ისინი ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის წინ იკრიბებიან და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. 32 წელია მერაბ ბაცგარაძე მაღაროში მუშაობს. ის ახლა შინ აქციიდან დაბრუნდა. სახლში მას მეუღლე, დაოჯახებული შვილი და 2 შვილიშვილი ჰყავს. მერაბის ვაჟიც მაღაროელია. ოჯახის უფროსი წევრებისთვის ახლა მთავარია, რა შედეგით დასრულდება აქცია და როდის შეძლებენ მუშაობის გაგრძელებას. ოჯახურ სადილზე ეს ერთადერთი საკითხია, რომელზეც საუბრობენ. როდენდე უნდა გაგრძელდეს სასწავლო? არ ვიცი, რა ვიცი. სანავადაობენ ხალხის მოთხოვნებს არ მიიღებენ. ხალხი რა შვებიან, რანაირი ინფორმაცია არის. ეს ამდენი ვალები აქვს, ბანკის ვალებში იშოვა ხალხი. ისე გამწარებლები აღარ მიეძებენ, ყველაფერი აქვს ხელიანები. აბა რა იშველება ამ საწყალში? თავი საკითხი. მერაბი მაღაროში უფრო მეტ დროს ატარებს ვიდრე სახლში. შინ დაბრუნების შემდეგ სახლზე არსებული ბზარების გაზრდილ რაოდენობასაც სინანულით აკვირდება. სოფელ ითხვისში, სადაც ბაცგარაძეების ოჯახი ცხოვრობს, მანგანუმის მადნის გამომუშავება მიმდინარეობს, რაც საცხოვრებელი სახლების და სავარგულების დაზიანებას იწვევს. ვამუშავებთ, კი შრომობ, წვალოთ, მაგრამ იმდენი არაფერი არ მოდის, რასაც ჩვენ შრომობთ და წვალობთ. მაღაროსგან არის ჩვენი ყველაფერი დაზიანებული და გამოფიტულია მიწა და არ არის ისეთი მიწა, რომ ნაყოფიერი არ არის. და რა მოგყავთ ხოლმე რა სამუშაო? ახლა ძირითადად სიმინდი, ლობიო და ასეთი რა წვანილია თუ რა ჭირდება ოჯახს. ეხლა ჩვენ როგორც სოფელში მაცხოვრებელს იმდენად უფრო არ უჭირს, საერთოდ 100 არის, მაგრამ ქალაქში მაცხოვრებელი მეტი ცოდვა არის. მე არ ვიცი ახლა მაგათი აზრი რა არის და რას ფიქრობენ, ვინც გაფიცვაზე ქალაქში მაცხოვრებელი ვერ გეტყვი ახლა მაგათი ოჯახური პირობები, მე არ ვიცი. ჩემი აზრით ასეა, რომ სოფელთან შედარებით ქალაქში მაცხოვრებელი ამ პირობებში ჩავარდნი რომელთა ხალხის ოჯახები ძალიან ცუდ მდგომარეობაში არის. აზრი ეს არის ჩემი. მას მაღაროელების უსაფრთხო გადაყვანა და მადნის გამოტანა ევალება. ამბობს, რომ მაღაროში ყველანი მძიმე სამუშაოს ასრულებენ. მაღაროელის შრომა ძალიან რთული სამსახურია. თითქმის უმძიმესი სამუშაოა ძალიან. ყველანაირად არის დამძიმებული სამსახური. საშიშროებებიც არსებობს. უბრალოდ ერთი მეთვალყურებიდან ყურადღების არ მიქცევა სამსახურზე, ჩათვალე რომ უკვე მათ. ჩემი სადარბო განიკვეთი არის 754 ლარი. ხელმძღვანელობა 600 ლარამდე. არ მეძლევა არც ღამის საათი, არც ზეგანაკვეთი ზედმეტ საათზე, არ მეძლევა არაფერი, არ მეძლევა ასეთი საერთო. მაგ პირდაპირ მაგ 754 ლარი. იქიდან დაიკვირდება 20% საშემოსავლო პროფკავშირები დამოუკიდებლობა 600 ლარამდე ხელს. რატომ მუშაობთ ამ ძიმე პირობებში და მიუღებელ გარემოში? რა ვქნა საწავიდეთ იძულებული ვარ საწავიდეთ აბა. ოჯახი მოდა რა ვქნა საწავიდე. სხვა სამსახური ვერ ნახე. მაღაროელებმა უკვე იციან, რომ აქციის გამო გაცდენილ დღეებს საწარმო არა ანაზღაურებს. გაურკვეველ მომავალს ფინანსური პრობლემების დარდიც ემატება. ფაქტიურად ამაღაროთი ვარსებობთ, ამაღაროთი ვართ დამოკიდებული, ყველაფერზე მყავს 3 ბავშვი. თუ ჩემი მეუღლე გვირაბ გამოყვანია, რასაც ღებულობს 750 ლარი აქვს, ისიც კი არ ყოფნის 3 შვილთან. და არ ვიცი, თუ არ გავიდა მაღარომ და არ იმუშავა, არ ვიცი რა გვეშველება და სად უნდა წავიდეთ. მე რომ მიდიან ჩემი ქვარშვილი ოჯახიდან რო გადიან, ჩემი სრული და გული თან მიყვება თამათ. როგორ შევლიან და როგორ გამოდიან იქიდან და როგორ იქნება მაგათი პირობები და ასეთ. ძალიან ძიმე, ძალიან უმძიმესი სამუშაო არის საერთოდ ეს მაღარო. დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. ყველა მათგანი უშედეგოდ დასრულდა. საწარმოს ადმინისტრაცია მაღაროელებს მუშაობის გაგრძელებას თავაზობს, მაღაროელები კი მოლაპარაკებების განახლებას ითხოვენ. შედეგს ჯერჯერობით ვერ ხედავთ, არაფერი არის ჯერჯერობით შედეგი. ისეთი მთავრობიდან მოკითხვა, ზემდგომი მთავრობიდან არავინ არ ყოფილა. ადგილობრივ ხელმძღვანელებმა ვერაფერი ვერ გაუკეთეს. საწარმოს პოზიცია?
საწარმოოს პოზიცია იყო შემოთავაზება ქონა საწარმოდან რომ იმ დაკლებული ხელფასები იანვრის და დეკემბრის ხელფასებიც არის აგინაზღაურებთ იმასაო და დაიწყეთ მუშაობა მაგრამ ამას ხალხი არ მიდის ამ დათმობაზე იმიტომ რომ ხალხი იყო გაფიცული წინახევრის წინ შეპირდნენ ბევრ რამეებს ხალხზე დღეს უკვე ხალხის დობა უკვე დაკარგული არის და სანამ იმ ჩვენ მოთხოვნებსო ხალხი ჩვენ თავის იძახის რომ არ დაგვაგვოგვგდეს მანამდე არ დავიშლებთ მერაბი ისევ აქციაზე ბრუნდება, სადაც მის მსგავსად ასობით მაღაროელი უკეთესი მომავლის მოლოდინით დგას.